სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ბრალდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას. გამოძიების ვერსიით, დააკავებული წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემატურად ახორციელებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ დასრულდა. თემის დეტალებით კი თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება. ახლა პირდაპირ ეთერში თათია გისმენთ. დიახ, მარიამ, როგორც ჩვენ აღნიშნა, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავებული ერთი პირი არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი. ამის შესახებ ჩვენ დღეს დილით მოვისმინეთ სუსის უფროსის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის მხრიდან, რომელსაც არ დაუსახელებია დააკავებულის ვინაობა და ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე რჩება უცნობი. უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში კი, სადაც ჩანს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები აკავებენ პირს, დაკავებული სახე არის დაბლარული, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მამაკაცი, რომელსაც ედავებიან ერთდროულად ორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირს, რომელსაც წლების განმავლობაში აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას, უბრალოდ ახდენდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას და ამას ახდენდა მატერიალური სარგებლის და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით. აგრეთვე საგამოძიებო უწყება ამბობს იმას, რომ ამ ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა როგორც პირისპირ, ისე ელექტრონული სახით, ან ზოგჯერ შეხვედრები იმართებოდა აგრეთვე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, სუსის ცნობით, უცხო ქვეყნის დაფინანსებით და მათი დავალებით აგრეთვე პირს ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას ახდენდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობას. დაკავებულს ჯერჯერობით არ წარდგენია ბრალი და ამისთვის არსებობს 24 საათიანი მაქსიმალური ვადა. ადგილზე უნდა მოვიდეს ადვოკატი, რომელიც დაესწრება ბრალის წარდგენას და გაეცნობა საქმის მასალებს. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ადვოკატის მოლოდინში და მეტი ინფორმაციის გაგების მოლოდინში, რომელსაც უკვე შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. თათია, მადლობა. თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.